New Hospitals-ის რუბრიკით შემოგიერთებით და გავაგრძელებთ გულმკერდის არეში ტკივილი შესაძლებელია გამოწვეული იყოს ნებისმიერი მიზეზით გულმკერდის კუნთის ტკივილით, გულის შეტევით ან გულის ქრონიკული დაავადებებით, ამიტომ მისი იგნორირება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ტკივილი გულმკერდის არეში ყოველთვის გულის პრობლემების შედეგი არ შეიძლება არ იყოს და საჭირო გახდეს სხვა პათოლოგიების გამორიცხვა. ტკივილი გულის არეში იქნება თემა, რომელზეც ვისაუბრებთ კარდიოლოგ თამარ ჯანაშიასთან ერთად. ის უკვე ჩვენთან ერთად არის. მოგესალმებით თამარ, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. დავიწყოთ ალბათ მიზეზებზე საუბრით. რა შეიძლება გახდეს ტკივილის მიზეზი გულმკერდის არეში? მოგახსენეთ, გულმკერდის არეში ტკივილს აქვს სხვადასხვა მიზეზი. ეს შეიძლება იყოს კარდიული მიზეზით, ანუ გულსიზრახე პათოლოგიით გამოწვეული და ასევე შეიძლება იყოს არაკარდიული მიზეზით, ანუ სხვა სისტემის პათოლოგიით, მაგალითად, როგორც არის სასუნთქის სისტემის პათოლოგია ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისტემის პათოლოგია. როგორც წესი, გულთან დაკავშირებული ტკივილის მიზეზები შესაძლოა გამოიწვიოს ბევრმა პათოლოგიამ და შევეცდები ხე ჩამოთვალო ეს პათოლოგიები. პირველი ეს გახლავთ მიოკარდიუმის ინფარქტი, რაც გულის ხმობს, გულის კუნთის დაზიანებას, მისი სისხლომარაგების მიწოდების შეწყვეტის ხარჯზე, ანუ ხდება გულის კვებავის სიზარხის დახშობა და შესაბამისად კუნთის დაზიანება. შესაძლოა იყოს სტენოკარდია, ეს გულის ხმობს უშუალოდ გულის მკვებავი არტერიის შიგნითა კედელზე ათეროსკლეროზული ფოლაკის განვითარებას, რაც ზღუდავს სისხლის მიწოდებას გულის კუნთთან და მიწვევს ტკივილს, ასე ვთქვათ, ვითარდება დისბალანსი მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. შესაძლებელია იყოს აორტის დისექცია, ანუ განშრევა. ეს გახლავთ ძალიან საშიში, სიცოცხლის საშიში პათოლოგია, რომელიც გულისხმობს აორტის, ანუ გულმკერდის მთავარი არტერიის შიდა შრეების განცალკევებას და შემდგომ მასში სისხლის გადასვლას ამ შრეებს შორის და მის რუპტურას, ანუ გახეთქოს, რაც რამაც შეიძლება გამოიწვიოს უეცარი სიკვდილი. ასევე შესაძლებელია ტკივილი განვითარდეს გულის ტამპონალის დროს, ეს გახლავთ მდგომარეობა, როდესაც გულის ღრუში დიდი რაოდენობით სითხე ეგროვდება და იწვევს მექანიკურ ზეწოლას გულზე, ასე ვთქვათ, პარკუჩის მიჭყლეტვას, კოლობირებას და ასევე შეიძლება შექმნას სიცოცხლის საშიში მდგომარეობა. ასევე შეიძლება იყოს სხვადასხვა რითმის დარღვევები, როგორიც არის მაგალითად სიცოცხლის საშიში რითმი, როგორც არის პარკუჩოვანი ტახიკარდია ან გულის მძიმე ბლოკადები, მძიმე ხარისხის ბლოკადები. ასევე სხვადასხვა სარქლოვანი პათოლოგიები, როგორც არის მაგალითად აორტის სტენოზი ან მიტრალური სარქლის სტენოზი. ეს გულისხმობს მდგომარეობებს, როდესაც სარქლის, ასე ვთქვათ, ხვარელის შევიწროების, მკვეთრი შევიწროების ხაზზე გამოხდება დინების შეფერხება გულის საკნებს შორის. ხდება ადეკვატური გადასარვინოდი. ასევე შესაძლებელია იყოს სტრესული კარდიომიოპათია, ის რასაც მევჩიოდი ვისაუბრეთ, დიახ, ეს გახლავთ მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ძლიერი ფიზიკური ან ემოციური სტრესის ფონზე, ან სხვადასხვა კრიტიკული დაავადების ფონზე და როგორც წესი არის გარდამავალი ხასიათის, სხვა პერიოდულობას შეიძლება ყოველდღე გქონდეს, შეიძლება გამოშვებით გქონდეს იმ სტრესის გათვალისწინებით, რაც ზოგადად ტკივილი შესაძლოა გქონდეს, მაგრამ მწვავე დაავადება, რასაც ქვია კარდიომიოპათია, ეგრეთ წოდებული დაკოცების კარდიომიოპათია, უშუალოდ უკვე კუნთის დაზიანებაა და რაღაც მეგობრებო, ამდენი დაავადება პათოლოგია ჩამოვთვალეთ. შესაძლოა ჩნდება ლოგიკური კითხვა, რა სიმპტომებს ვაქცევთ მაშინ ყურადღებას და როდის უნდა მივხვდეთ, რომ გჭირდებით თქვენ? კი, და ტკივილის სხვა შეგვიძლია განვასხვაოთ, თუ ძალიან რთული იქნება პაციენტმა ტკივილით განასხვაოს რასთან აქვს საქმე. დიახ, ახლა მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, ტკივილს გულის მიერ ტკივილს შემთხვევაში არის დამახასიათებელი ლოკალიზაცია და გავრცელება. უხშირესად გულის მიერი ტკივილი არის შეტევითი ხასიათის, უეცრად იწყება. ეს შეიძლება არის ძლიერი ხასიათის და მოჭრის შეგრძნება აქვს ადამიანებს, შეიძლება განვითარდეს უეცრად, მაგალითად სწრაფი სიარულის დროს, აღმართზე ასვლისას, კიბეებზე ასვლისას, ან სიცივეში გასვლის დროს, ან სულაც მოსმენებულ მდგომარეობაში. ასევე შესაძლებელია განვითარდეს ატიპიური ტკივილიც, მაგალითად, მხოლოდ ზემოკიდურების არეში შეიძლება ტკივილი გავრცელდეს მხოლოდ ქვედაყბის არეში და ესეც მიუთითებს გულის ტკივილზე. ეს კლასიკური სახით ტკივილი გულმკერდის არეში დაკავშირებულია ხოლმე ფიზიკურ აქტივობასთან და აქვს დამახასიათებელი გავრცელება. აი მაგალითად, კედლის ზვლის უკან იწყება დისკომფორტი, რომელიც მიუყვება, ასე ვთქვათ, ზემოთ, ყელის კისრის მიმართულებით, ტკივილი გადადის ქვედაყბაში, შეიძლება გადავიდეს კბილებში, შეიძლება
გადავიდეს. ყელში, მხრებში ორივე მხრის ახსის მიმართულებით, ასევე ორივე ზემო კიდურის შიდა ზედაპირებზე. ასევე შეიძლება ტკივილი იყოს ეპიგასტრიმიც არის, ანუ მუცლის ზედა ნაწილში, აი კუჭის საპროექციოდ, რასაც ვეძახით. როგორც წესი, როგორც გითხარით, ტკივილი ძირითადად ფიზიკურ აქტივობასთან არის დაკავშირებული და იმატებს ტკივილი ფიზიკური აქტივობის მატებასთან ერთად. აი ესეთი დისკომფორტი პაციენტს იძულებულს ხდის, რომ ფიზიკური აქტივობისას გაჩერდეს, ანუ ტკივილის გამო იძულებულია შეწყვეტოს ფიზიკური აქტივობა დაისვენოს და შემდეგ ისევ ასე ვთქვათ განაგრძოს. მე რა გითხოვთ, აი ამ როცა სიმპტომატიკაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ყოველ პაციენტების მხარეს გულისხმობ, ძალიან მაღალია ხოლმე საშუალება და რისკი იმის, რომ შეცდომა დაუშვათ სიმპტომატიკის გამოცნობაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ალბათ თავი რეკომენდაცია არის თავი შევიკავოთ. რა შეცდომებს ვუშვებთ პაციენტები ყველაზე ხშირად და რატომ არის ამ დროს ძალიან სარისკო თვითმკურნალობა ან თვითდიაგნოზირება, როცა მით უმეტეს გულს ეხება საქმე? დიახ. აბსოლუტურად გეთანხმები, ძალიან სარისკო და სახიფათოა მდგომარეობა, როცა გულს ეხება საქმე და განსაკუთრებით როცა ავეწევით თვითმკურნალობას. ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი შეცდომა არის, ასე ვთქვათ, მცდარი თვითდიაგნოსტირება, ანუ არასწორი დიაგნოზი და შესაბამისად მედიკამენტების არასწორი არჩევანი. თვითმკურნალობის პროცესში მედიკამენტის მიღების ან დოზირების თვითნებური არჩევანი არა მარტო მკურნალობის არაეფექტურობას განსაზღვრავს, არამედ შეიძლება იყოს ძალიან სახიფათო სიცოცხლისთვის. ხშირ შემთხვევაში ადამიანს შეიძლება ქონდეს რამდენიმე დღის განმავლობაში გულის არეში ტკივილი და საერთოდ არ მიმართოს ექიმს, დადიოდეს ამ ტკივილით. ნუ მოიძიოს ინტერნეტში რაღაც ინფორმაცია, მიიღოს რჩევა და ამის საფუძველზე ჩაიტაროს თვითმკურნალობა. არის პაციენტების კატეგორია, რომელიც არ აქცევს ყურადღებას ამ სიმპტომებს, იგნორირებას უკეთებს და ასე დროს შეიძლება დაავადება პროგრესირდეს და გამართდეს ძალიან მნიშვნელოვანი და მძიმე გართულებები, რომელმაც შეიძლება ფატალური შედეგი გამოიღოს, ან განვითარდეს ისეთი მძიმე მდგომარეობა, რომ ძალიან მაღალი ხარისხის ინვალიდიზაცია განვითარდეს და ძალიან გაფუჭდეს ადამიანის ასე ვთქვათ ცხოვრების ხარისხი. კი, სანამ გადავალთ მკურნალობაზე, დიაგნოსტიკის და სწორი დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზეც ვისაუბროთ და ამ კუთხით რას თავაზობს პაციენტებს ნიუ ჰოსპიტალში, რა მნიშვნელობა აქვს სწორ დიაგნოსტირებას? კი ბატონო, ზოგადად თანამედროვე კარდიოლოგიაში საბედნიეროდ არის უამრავი ეფექტური საშუალება, რათა ადრეულ სტადიაზე გამოვამინოთ გულის პათოლოგიები. ამისთვის საჭიროა სხვადასხვა ინსტრუმენტალური თუ ლაბორატორიული კვლევები. ჩვენს კლინიკას ნიუ ჰოსპიტალს მოგეხსენებათ, ის არის მრავალპროფილური და აქვს უახლესი სტანდარტების მაღალტექნოლოგიური აპარატურები, რომლის საშუალებითაც ხდება პაციენტების შეფასება და მკურნალობა. ასეთია მაგალითად როგორც ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, ასევე ინსტრუმენტალური დიაგნოსტიკა. შემთხვევაში ლაბორატორია უამრავ სხვა კვლევასთან ერთად ლაბორატორიაში ვაკეთებთ გულის კარდიობიომეტრებს და ისეთ კვლევებს, როგორც არის მაგალითად ელექტროკარდიოგრაფია, ეკოკარდიოგრაფია, როგორც ტრანსთორაკალური, ასევე საკლაპავში და ეკოკარდიოგრაფია, დატვირთვის წესი, როგორც ფიზიკური, ასევე მედიკამენტოზური, კარდიოგრამის 24 საათიანი მონიტორინგი, ეგრეთ წოდებული ჰოლტერის მონიტორინგი, არტერიული წნევის 24 საათიანი მონიტორინგი, ასევე გულის სიზარღვების გამოკვლევა, ანუ კორონაროგრაფია და საჭიროების შემთხვევაში კორონარული ინტერვენცია სტენტირების სახით, ანუ დაზიანებული სიზარღვის აღდგენა სტენტის იმპლანტირებით. ასევე ჩვენთან არის დამატებითი მეთოდი სტენტირებისას, როცა გვაქვს რთული შემთხვევები. ეს გულისხმობს, რომ პაციენტს, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი ხარისხის კალციფიცირებული სიზარღვი, სადაც სტანდარტული მეთოდი ვერ ხერხდება სტენტის გატარება და იმპლანტირება, ასეთ შემთხვევაში მოწოდებულია როტაციული ართექტომია, დამხმარე საშუალება, ეგრეთ წოდებული ბურღი სპეციალური, რომლის საშუალებითაც ხდება სიზარღვის მომზადება ეფექტური და უსაფრთხო სტენტირებისთვის. თამარ, მე აუცილებლად მოგიგებ რამდენიმე წუთი რჩება და ამაზეც მინდა მოვასწრო. საუბარი თქვენ რა კვლევების ჩამოთვალეთ, მათ შორის შეიძლება ეს კვლევები რაღაც თვალსაზრისით გეგმიურიც იყოს. ხო, ვინ არის ის რიზიკის ჯგუფი, შეიძლება ასაკობრივი, შეიძლება სქესთან სხვაობაზე ვთქვათ, ვისთვისაც რეკომენდებულია ამ კვლევების ჩატარება ნიუ ჰოსპიტალში დაუშვათ. როგორც აღნიშნეთ, ტკივილი გულმკერდის სარეში ნებისმიერ ასაკში არის ძალიან საყურადღებო და სახიფათო და მოითხოვს გადაუდებელ და დაუყოვნებლივ ექიმის კონსულტაციას, ხოლო ზოგადად გულსიზრდეთა პათოლოგიების რისკის ქვეშ არის გარკვეული კატეგორია ადამიანებისა, რა თქმა უნდა, ეს ეხება ასაკს, განსაკუთრებით 40 წლის ასაკის ზემოთ. ეს გახლავთ პაციენტები, რომელთაც აქვს ქოლესტერინის ცვლის დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, თამბაქოს მოხმარების მრავალწლიანი ანამნეზია, რა თქმა უნდა, გენეტიკური წინასწარ-განწყობა რაც უმთავრესია. კი, და მკურნალობასაც შევეხოთ, რას მოიცავს მკურნალობა და რა პერიოდზე არის ეს გაწერილი?
ზოგადად მკურნალობა არის როგორც მედიკამენტოზური, ასევე ინტერვენციული, ანუ ქირურგიული ჩარევის სახით, ეს რა თქმა უნდა ინდივიდუალურად ხდება თითოეულ პაციენტთან. ხშირ შემთხვევაში პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ გულმკერდის არის შეტკივილი, მოითხოვენ მედიკამენტოზურ თერაპიას. თუმცა ყოველთვის ეს რა თქმა უნდა არ არის საკმარისი და ხდება დამატებითი ჩარევების შესრულება. ამას საზღვრავს რა თქმა უნდა სპეციალისტი, როგორც სტრატეგიასა და ტაქტიკას თუ კონკრეტულ პაციენტთან რაც სახის ჩარევა არის საჭირო.